დავითთან მინდა გადავიდე ჯერ ეს ამ კონკრეტულად ამ სურათზე რომ მოვისმინო თქვენი შეფასება. აი დღეს ოცნება აღწერდა გუშინდელ სურათს, როგორც რაღაც ნებაყოფლობით აქც ჯაფარიძის მხრიდან დავით, ხო? თქვენ ხართ კოალიცია ცვლილებისთვის წევრი. და თავისი ფეხით შევიდაო სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში და წეგანაც ვახსენე წინა სტუმართან საუბრისას, რომ აი შუქნიშანზე რომ გადახვიდეთ და მოგივიდეს ჯარიმა, წითელზე გაიარო და არ გადაიხადო, აი ამასთან იყო პარალელი. აი რისით მას შეგიძლია ასე უხასიათებს და ახასიათებს საზოგადოების წინაშე რაღაც საკმაოდ დიდი ადამიანების აღწევილი დიდი ჯგუფია ხო ვინც მუდმივად უსმენს ამ შეფასებებს ასე აწვდიან საზოგადოებას ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ზურაბ ჯაფარიძის და სხვა პოლიტიკური პატიმრების მიერ გაღებული მსხვერპლის გაუბრალოება და დაკნინება სულაც არ არის გასაკვირი ამბავი იმიტომ რომ ეს ისეთი გაბედული საქციელია და ეს ისეთი ასე თქვა თამამის საქციელია რის გაკეთების თავის მათ არ აქვთ არც ერთ მათ წარმომადგენელს ეს აბსოლუტურად უცხო არის მათთვის გაბედულობა, კაცობა, რა ვიცი, სიმამაცე და ასე შემდეგ ისინი არიან რაღაც გაურკვეველ მონურ მორჩილებაში ბიძინა ივანიშვილის და ყველაფერზე არიან ხელისმომწერები რაც მილიონჯერ დავინახეთ რომ ასე არის ის რაც ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა და ის რაც სხვა პოლიტპატიმრები აკეთებენ მათთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ცდილობენ ამის დაკნინებას მაგრამ ესე არ გამოვა ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს მათ შორის რატომ დაიბარეს ეს ხალხი ხო საერთოდ სად დაიბარეს და რაზე ანუ გაუგებარია ხო ამის თქმა აბსოლუტურად გაუგებარი შუქნიშანზე გადასვლას აქვს თავისი ოპოზიციაში არასდროს ყოფილან შუქნიშანზე რომ გადადიხარეთ და არ უნდა გადახვიდე ვინც ახლა პოზიციონირებენ კი ბატონო შუქნიშანზე წითელზე რომ არ უნდა გადახვიდე ამას თავისი ახსნა აქვს ხო იმიტომ რომ იმ დროს იქ რაღაც მანქანამ უნდა გაიაროს და ეს არის ელემენტარული უსაფრთხოების წესი მაგრამ არალეგიტიმურ პარლამენტში შეიქმნა რაღაცა გაუგებარი კომისია რომელიც არაკონსტიტუციურია თავისი არსით და სადაც თეატრულუკიანი ზის და ცდილობს ვიღაც ადამიანების დასჯას და იმიტომ რომ თეატრულუკიანი ზარს არ უპასუხა მაგალითად ზურაბ ჯაფარიძემ ან სხვა პოლიტიკოსებმა და ამის გამო იჭერენ ამ ხალხს და თავადვე შექმნეს ოღონდ ამ კომისიაზე გამოუცხადებულობაზე დაჭერის შესაძლებლობა ანუ კანონი თვითონვე გაამკაცრეს ასე ეს საერთოდ არ შეიძლება შეედაროს იმას რომ ისინი ნებაყოფლობით თითქოს და რაღაცა წესს არ იცავენ და ამის გამო ციხეში მიდიან ეს არის მათი სადამსჯელო ოპერაცია მათი რაღაცა მორიგი რეპრესიული მანქანის გამოხატულება იმისთვის რათა გატეხონ წინააღმდეგობა და კიდევ უფრო რაღაცა ბზარები გააჩინონ საზოგადოებაში პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის თავად პოლიტიკოსებს შორის და მთლიანად წინააღმდეგობის მოძრაობაში მაგრამ ეს არ გამოზდით იმიტომ რომ არც ზურაბ ჯაფარიძე, არც რავის ჩვენი კოალიციიდან, არც ნიკამელია და არც ნიკა გვარამია და არც არავინ ვინც ამ მასე დაიბარეს ჩვენი კოალიციიდან ამ კომისიაზე არ აპირებს არც მისვლას, არც გირაოს გადახდას და არც რაიმე ტიპის თანამშრომლობას რეჟიმს. სასამართლოზე არ აპირებს მისვლას, ხო? ხო, ნიკამელია საერთოდ სასამართლოზეც კი არ აპირებს მისვლას, იმიტომ რომ გუშინ იქ ისე ექცეოდნენ ხალხს, მეც იქ ვიყავი ფიზიკურად და ნახე ეს ყველაფერი, ეზოშიც კი არ შეუშვეს, რაღაც ეს არაადამიანური დამოკიდებულებაც კი არ არის საჭირო, რომ კიდე ერთხელ ამ შესაძლებლობა მათ მიეცეთ. ამიტომ იქაც კი არ მივა, იმიტომ რომ ფარსი და ცირკია ეს სასამართლო ყველამ კარგად იცის და ის რომ არ გადაიხდის ჯარიმას და ის რომ არ ითანამშრომლებს რეჟიმთან მაგაზე ლაპარაკიც არ არის იმიტომ რომ მათ შორის ნიკამელიას პოლიტიკური ბიოგრაფია ზუსტად მაგას გვაუწყებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იგივე სიზამს ზუსტად ნიკა გვარამიას და ყველას ვისაც დაიბარებენ ჩვენი კოალიციიდან შემდგომში ამ კომისიაზე ის უნდა გვესმოდეს რომ სანამ ეს რაღაცა კომისიები და რაღაც თითქოს მართლობას ახორციელებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და რეპრესიებში არიან თავით გადაშვებული ამ პირობებში არის 1000 სოციალური პრობლემა რომელიც მოსაგვარებელია და რომელზეც არანაირი ნაბიჯს არ დგამენ მაგალითად რა ვიცი შეგვიძლია ვთქვათ ის რომ საქართველოში 400000 ადამიანი მაინც არის ისეთი რომელიც მძიმე მომხმარებელი არის სხვა ტიპის ნარკოტიკების მსოფლიოში ინიექციური ნარკომომხმარებლების კუთხით ვართ მეორე ადგილზე რუსეთის შემდეგ და ჩვენ შემდეგ უბრალოდ ირანის შემდეგ და ჩვენ შემდეგ მოდის რუსეთი ეს ცოტა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსაც კარგად ასახავს ჩვენი ამ რეიტინგში ამ ადგილას ყოფნა გარდა ამისა ქვეყნის მესამედი არის დარეგისტრირებული სოციალურ დაუცველთა ბაზაში და ითხოვს დახმარებას ანუ ეს არის პრობლემები რაც უნდა გადაიჭრას და რის თავის მათ არ აქვს და ცდილობენ ყურადღების გადატანას ამ ყველაფერს ამ ყველაფრის შედეგზე არაერთხელ გვისაუბრია და აი ბრიტანეთის ანუ ძალიან მკვეთრად რეაგირებს ქართული ოცნება ბრიტანეთიდან წამოსულ სიგნალებზე სანქციების შესახებ. ხო, აი მართლა ხშირად მithქვამს რომ რაღაც ამერიკის საკითხზე ესეთი მორეაგირე ოცნება არ გვინახავს რამდენადაც ნუ სწორად იმიტომ რომ სწორედ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არის მეტწილად ეს ქონება და ნაწილზე ნახეთ რა გადაწყვეტილებებიც მიიღო ივანიშვილმა. როგორ ფიქრობ აი ამაზე რისი თქმა როგორ შეიძლება ამ პროცესის დახასიათება რეალურად ანუ ოცნება სერიოზულად ეშინია ბრიტანეთის გადაწყვეტილების და ამაზე მორეაგირე ხელისუფლებას ხედავთ ახლა ჩვენ ზოგადად მოსაზრება რომ ამათ არ აინტერესებს სანქციები და სანქციები ამათ ვერაფერს ვერ დააკლებს არის მცდარი მოსაზრება ყველა ინდიკატორი მიანიშნებს იმაზე რომ ისინი არიან ძალიან სენსიტიურები აი ამ სანქციების მიმართ არა მხოლოდ თქო ბრიტანეთის და ამერიკის სანქციებზე არამედ რა ვიცი ბალტიის პირეთის სანქციებზე და ნებისმიერ ევროპული ქვეყნის სანქციებზე ესენი რეაგირებენ საკმაოდ სენსიტიურად და საკმაოდ
საკმაოდ წვავეთ. ის რომ ეხლა მაგალითად ივანიშვილმა გაამკაცრა რაღაცა რეპრესიები პოლიტიკოსების ციხეში სვამს და უპირებს დაკავებას და ასე შემდეგ, ჩვენ ასე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ამ იზოლაციას და ამ სანქციებს კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ცალსახად, იმიტომ რომ ივანიშვილს ამ წუთას აქვს ორი გამოწვევა. ერთი ეს არის საგარეო ლეგიტიმაციის არქონა და ეს სანქციებიც აი ამის ნაწილია. მეორე არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტი და მიუღებლობა მოსახლეობის მხრიდან მათ. ზედელაშვილი ამბობდა, რომ რისკავს ივანიშვილი ამ რეპრესიული გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ის გარკვეულწილად იზიდავს ამ სანქციას პოტენციურად, ხო? ზუსტად იმ ბრიტანულს, რომელსაც ყველაზე მეტად ასხივებს პერიოდულად ქართული ოცნება. კი, ივანიშვილი არ ამჟღავნებს რაიმე დათმობის რესურსს და კომპრომისების სივრცეს ამ სიტუაციაში. შესაძლოა მას აღარც აქვს არჩევანი იმისა, რომ რაღაცა უკან დახევა განახორციელოს ისეთნაირად, რომ თან შეინარჩუნოს ხელისუფლება და შეინარჩუნოს სახე, ამიტომაც რაღაცნაირად all in ჩადის, ანუ ყველაფერს რისკავს იმისთვის, რომ მოაცარიელოს თითქოს და აქ ველი და აღარ დატოვოს არავინ და სანქციებიც და ნებისმიერი ეს რეპრესია, რაც მოდის დასავლეთიდან მის მიმართ, ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს გადალახავს იმით, რომ აქ უკვე არავინ აღარ ეყოლება ალტერნატივა და ეტყვის მათ, რომ მოდით და მე დამელაპარაკეთ, მაგრამ რა ვიცი, შემიძლია დარწმუნებით თქვა და ყველა ინდიკატორი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ასე ვერ მოხდება. ისე როგორც ივანიშვილის წარმოუდგენია, იმიტომ რომ აქ არც პოლიტიკური კლასი გატყდა მისი წინააღმდეგობის პროცესში, არც ხალხი დაიღალა და პროტესტი ვიცით, რომ უწყვეტია და ხანგრძლივია და არც უჩანს პირი, რომ ეს შეიცვლება და საერთაშორისო იზოლაციაც კიდევ უფრო მძაფრი არის, მათ შორის მარკო რუბიოს განცხადება 2 დღის წინანდელი, რომ საქართველოში ანტიამერიკული მთავრობა ყავს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რეგიონი, მიანიშნებს იმაზე, რომ მათი იზოლაცია არის გაურღვეველი და ეს დაკავებები და პოლიტპატიმრების დამატება ციხეში ამ იზოლაციის კიდევ უფრო გაუღრმავებს მას და საბოლოო ჯამში მიგვიყვას გამარჯვებამდე ამის დარწმუნებული ვარ და მჯერა.